რატომ გახდა საჭირო ეროვნული თაობის დაფუძნება თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? პირველ რიგში მოგესალმებით ქალბატონ დიანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მივესალმებით პოლიტპატიმრებს. ამ ასე ვთქვათ რაღაც ორგანიზაციის თუ ფორმირების ჩამოყალიბება, ძალადობრივი ჯგუფის ჩამოყალიბება, აი პირდაპირ კოპირება იმის, რასაც თუნდაც თქვენს ეთერში ხშირად ვსაუბრობ, როცა ბოლო ფაზაა, უკვე ფიზიკური განადგურების, ფიზიკური დაპირისპირების. უბრალოდ ამ ბატონებს გუშინ გუგულებივით რომ იყვნენ ჩამომსხდარი იქ და როგორნიათ რომ ეს ლამაზად გამოწკეპილები იქნებიან და ფიზიკურად გაუსწორდებიან ადამიანებს. ერთი რამ მინდა აუხსნა, მაგალითად გორდულად და ზარქვა ამას ვერ მიხვდება, მაგრამ ირაკლი კობახიძე ალბათ მიხვდება. როდესაც სახელმწიფო ძალადობს პროტესტზე, ოპოზიციაზე, აქტივისტებზე, ამ ადამიანებმა ოპოზიციამ იცის რომ მშვიდობიან წინააღმდეგობაში, არაძალადობრივ წინააღმდეგობაშია, სახელმწიფო არღვევს კანონს და იცის რომ ადრე თუ გვიან სახელმწიფოს სამართლიანი სახელმწიფოთი, სამართლიანი სასამართლოთი და სამართლიანი ინსტიტუციებით მოთხოვს პასუხს ამ უფლებამოსილების გადამეტების ან ძალადობის დამკვეთებს და შემსრულებს. ეს არის ცხადი მოცემულობა, ყველგან ეგრე ხდება. მაგრამ, როდესაც უკვე რაღაც ძალადობრივი ჯგუფის ფორმირება და ჩამოყალიბება ხდება, აქ უკვე მოქალაქეები იმას კი არ ელოდებიან, როდის მოვა სამართლიანი ხელისუფლება და დემოკრატიული ხელისუფლება. არამედ ერთ ჩვენ ოჯახის წევრს, რომელიმე აქტივისტს. ეხლა ფეხი რო გადაუბრუნდეს და მუხლი გადაუტყავდეს. ის გუგულებივით რომ იყვნენ ჩამოსხდარი, მაგათ თუ გონია რომ დინარაძე უსშველის ან ის კუნთები მაგ გონება ჩლუნგებს, რომ აქვთ, მაგათ ძალიან ცდებიან. მაგათ თუ გონიათ რომ ვინმე პაპუაშვილს, კობახიძეს და დინარაძეზე იფიქრებს რომ მიწურება, მივლენ მათთან, იმიტომ რომ ჩვენი ოჯახი ჯერ რისი დამცველია, საერთოდ ვინ არიან ესე? ვინ მისცა იმის უფლება რომ ვიღაცა დაქირავებული რუსები აქ ვითომ სიწმინდეს და რაღაცა ადამიანებს იცავენ? ვინ არიან ესენი? თუ ვინმე აიკრძალება, ქართული ოცნება აიკრძალება სწორედ ამის. ვიღაცა გამოაგორეს ლაჩრები, რომელიც სუსის და პოლიციის ზურგით არიან, ციხეზე წავალო, გუჩი ვამოდა, ნუ კანონს დავარღვევო და ვცემო და მოუკლავო ვინმე. ეს ამბობენ რომ ძალადობას არაპირებენ და ციხეზე წავალო, კანონს დავარღვევო და მოუკლავო, ხო ვიყან მოუკლავო, ვცემო ვიძალავ. ციხეზე წავალო, რაც დანაშაულის ჩადენის გამო არ უშველებთ ადამიანს. დანაშაულს ჩავიდენენ, ხო? ამბობდა გუში და მაგას გონია რომ დანაშაულს ჩაიდნენ და ციხეზე წავა და ვინმე ყლელობა ცემა შერჩება, ძალიან ცდებიან. აქ რუსეთი არა, რუსეთში პუტინმა სპორტ დარბაზებიდან გამოიყვანა ხალხი და დაიწყო ფიზიკურად გასწორება, ხდებოდნენ მეტროებში, სადარბაზოებში, სახლებთან ადამიანებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. რუსეთის სოციუმი არის სხვაგვარი. იქ არ არის დიდი, ასე ვთქვათ, სოციალური კავშირები, მეგობრობა, ნათესაობა, ოჯახის ტრადიცია, გვარის ტრადიცია. დიდიც არის, მაგრამ არც ეგრეა, ხო ვიცით ახლა საქართველოში, რა ვიცი, ამათ ქორწილში დადის 300-400 და 500 ადამიანი, როცა ქორწილები იმართება და დიდი სოციუმია. ყველას ერთმანეთის ნაცნობი იყოს. ეს ვიღაცა ბანდა უწიგნურების გამოაგორეს ახლა და უნდათ რომ ადამიანებს, პატიოსან ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს იმიტომ არ პასუხობენ ძალადობაზე, რომ იციან ის სახელმწიფოს ის პოლიციელი, რომელმაც გუშინ წითუ გუშინ სილა გააწმა ერთ-ერთ აქტივისტს თქვენს ეთერშიც იყო. რატომ არ უპასუხა იცით აქტივისტმა? იმიტომ რომ იცის რომ იმ მომენტში მიუხედავად იმისა, რომ ის კანონს არ უღებს და მის უფლებამოსილებებს აჭარებს, ეს არის პოლიციის ფორმაცია. ასულებს თუ არა, კანონს არ უღებს თუ არა, ძალადობს თუ არ ძალადობს. და ამ შემთხვევაში იცის რომ მოვა დრო და აუცილებლად მოვა, ის დაიჯება. მინიმუმ სამსახურებრივი გამოძიება ჩატარდება, მაქსიმუმ სისხლის სამართლი დაიჯება, მაგრამ არავის შერჩება ბანდ ფორმირებების ჩამოყალიბება საქართველოში. გასაგებია რომ ქართული ოცნება ფიქრობს რომ ეს ეხლა რაღაცა ის აქვს, გაიდლაინი აქვს რუსული და სწორედ ამას უნდა გადმოამზადოს. რატომ დასჭირდა? რატომ დასჭირდა? რატომ დასჭირდა? სად უჭირთ გამაგებინე? ამანახეთ სად უჭირთ? უჭირთ იმაში, რომ მაგალითად გერმანიაში უფრო უჭირთ საქართველოს მოქალაქეს და უფრო ღარიბია, ვიდრე უпроსოდ გერმანიის მოქალაქე უფრო ღარიბია, ვიდრე საქართველოს მოქალაქე. აქ უჭირთ, რომ გამოაღო საქართველოს მოქალაქე მაცივარი და ნახა რომ არანაირი კავშირი არ აქვს იმასაც. ის ვიღაც ეკონომიკა რო ასაკი მებრძოლს რო დავინახავ, შეგეშინდება და მაცივარი აივსება. მაცივარი მანდ მივდივართ. მაცივარი კი არ აივსება, მაგათ იმედი აქვს, როგორც რუსეთში შეეშინდათ. შეეშინდება ადამიანს და პროტესტს არ გამოხატავს. შეეშინდება ადამიანს და Facebook-ზე არ დაპოსტავს. შეეშინდება ადამიანს და ზარქვა მისთვის ჭკვიანი გახდება. ამის იმედი აქვს, რომ ამ ვიღაც ზონდერებით და ტვინგახურებული ადამიანებით ამშის დათესავენ და კიდევ ერთხელ განმეორდები. ნახოთ, მაგრამ ამის სურვილი არ აქვს არავის. ეს უნდა იყოს მშვიდობიანი წინააღმდეგო, როგორც აქამდე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ,
რომ ეს არ იქნება, ან ვის აშინებენ. აი მართლა მაინტერესებს ვის აშინებენ. არ ვიცი რაღაც სიამაინც შეადგინონ, ვის არ უნდა შეეხონ. რაზე ლაპარაკობენ? ვის აშინებენ? პოლიტპატიმარ ცხადაძეს და მის თავად აქვს ყველა მოღვაწეზე, ყველა ეროვნულ გმირზე თუ ყველა წმინდანზე შთაბეჭდილება, იციან საერთოდ ვის ხსენება შეიძლება და ვის წერმა ვერ შეძლო გელათის განადგურება. გელათი განადგურდა, ვერცეთმა ვერავინ მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციაც უნდა ჩადებულიყო, მათ შორის 90-იანებში, ვერ შეძლო საკტრისის განადგურება, ან საკტრისისგან იმის მიღება, რასაც ეხლა ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების რაღაცა ბიზნეს ელიტა იღებს. განადგურა. ან რა მაინტერესებს, იცით, ყოველდღიურად რო ხდება ჩვენს მოქალაქეებზე რუსების მხრიდან შეურაცხყოფა. მე არ მინდა რომ რაღაცა შუღლისან იმის მეც არ ვარ ამის მომხრე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძიმე გამოცდილება გვაქვს და არასდროს. უყურე ისიც თქვა მინდა განცხადების დონეზე მაინც გაუკეთებიათ. ყოველთვის როგორ შეიძლება რომ ქართველს ამტყუნებდნენ და რომ თქვა რომ კითხოთ ქართველობაზე დებენ თავს რუსეთთან მიმართებაში. ერთხელ მაინც უთქვამთ რომ ქართულ-რუსულ ომში, კონფლიქტში, დაპირისპირებაში, საუკუნოვან წინააღმდეგობაში, როდესმე საქართველოს იყო მართალი და რუსი იყო, აი კითხეთ თქვენ ამაზე პასუხს ამ ადამიანებს ქართველობაზე თავს როდებენ. იციან როგორ დაიწყო ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესი და ანუ ვის აშინებენ? მართლა მაინტერესებს ვის აშინებენ, როცა ჩვენი მშობლები დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. ჩემი ოჯახი დამოუკიდებლობის ბრძოლასთან ერთად აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში იმ სეპარატის ასანაბაშიძეს ებრძოდა. ან საბას ხვიტარიძეს აშინებენ, რომელიც ახლა ციხეშია, ან საბას ხვიტარიძეს ოჯახს აშინებენ, მამას, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა. ძმებს ცხადაძებს აშინებენ, რომელსაც ამათთან ბრძოლაში ნერვიულობის ნიადაგზე ადამიანი როცა უკანონოდაა მამა გარდაეცვალა. გიორგი ახობაძეს აშინებენ, ნარკოტიკი რო ჩაუდეს და უადო პატიმრობა ემუქრებოდა და ახლაც რო უკანონო. ვახო სანაიას აშინებთ. თქვენ აი ვინ უნდა სასაცილოა უბრალოდ გასაბრაზებელი რა არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან ბრაზობ, მაგრამ თან ცოტა არასერი ჩემ და სამწუხაროდ ცოტა არასერიოზულად გუგულები ჩარვალ კოსტუმები ჩამომწარები და თან გაცემით რომ მემუქრებენ არასერიოზულია. ან ეხა ცემა რამორევის ხო შეიძლება გაგულახოს. კი მე ჩვენ ნახეთ პარლამენტში ეგეთის ხო ნახეთ რა ბატონები შარვალ კოსტუმებით ჩხუბობდნენ. ხო, ნუ შარვალ კოსტუმი პრობლემა კი არა რა აცვი ადამიანს მისი შინაგანი წამსი ღირებულებები თავმოყვარეობა საკუთარ თავს ადამიანი პატივს უნდა ცემდე. შენი თავმოყვარეობის დაცვა ვინმე ცემაზე არ უნდა გადიოდეს. მე მგონი ოცნების მომხრეებს, რომელ მომხრეებზე ვლაპარაკობთ? ის სხვათა შორის. თქვენ კი ამბობთ, რომ არავინ არ ყავთო, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ფინანსურად, სამსახურეობრივად ასე შემდეგ არიან დაკავშირებულები. ისინი დიდწილად არაფერზე ხმას არ ამოიღებენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იდეურად უჭერენ ოცნებას ხმას. თავად არიან თვითკმარები, ასე ვთქვათ, ფინანსურადაც რეალიზებულები, ოცნების გარეშეც უცხოვრიათ, ოცნების დროსაც ცხოვრობენ. ანუ ასეთი ადამიანებიც ყავთ მოკავშირეები, რომლებისთვისაც არ არის ახლა რაღაც ეს ხუთეულის შეკრება, არ არის რახან გადაწყვიტა რომ ოცნებამ რომ ასეთი ადამიანებით ახლა ვიღაცაები დააშინონ. არ არის ეს ხუთასეული რო იყოს. იმის მომენტი რომ ხმა აღარ ამოიღონ. 5000-ეული რო იყვნენ. ეს არ არის. აი მეც წავიკითხეთ, სხვათა შორის ეს ცნობადი სახეებია და სოციალურ ქსელებში არიან ადამიანები, ვისაც პირადად ვიცნობ, არიან ქართული ოცნების ამომრჩევლები და არ არიან ცნობადი სახეები, მაგრამ იდეურად უჭერენ სამწუხაროდ მხარს. მათი კომენტარებიც და პოსტებიც შეხვდა. ანუ ეს ადამიანები აცნობიერებენ პრობლემას. აცნობიერებენ პრობლემას და ეს პრობლემა რაშია? ზუსტად ხვდებიან უკვე რომ ქართულმა ოცნებამ შეიყვანოს ქვეყანა უკვე ადამიანებს შორის, მოქალაქეების ჯგუფებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში. და ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობდა და იცის 90-იანები გამოვლილი აქვს, იცის ამ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს. ამიტომ ძალიან რეალიზებულ ადამიანს არ უნდა უნდოდეს სწორედ ეს. ჩვენ ნახეთ ხო საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებაც ხო გასაგებია რომ აქეთაც თქვა ეს არ შეიძლება მაგრამ თქვა რომ ჩვენი სახელით ვინდა საპატრიარქომ და ქრისტიანობამ უნდა იცოდეს წესით რომ აი ქრისტიანობას ვიცავთო და სახელმწიფოს აი ქრისტიანობასთან შეუსაბამოა თუ ქრისტიანობის ისტორია იცი მისი საზოგადოებაში გავრცელების ისტორია იცი როგორ ვრცელდებოდა როგორ ხდებოდა ელემენტარული საბავშვო ბიბლია მაინც გაქვს საკითხული ადამიანს უნდა ხდებოდეთ რომ შენ მაგრამ ესენი ხო ამასთან არანაირ კავშირში არ არის ესენი
სურათებიც მაგრამ ნახეთ, დინარაძის და კალაძის დაჯგუფება. კი ანუ ეს ახლა ეს აღმოჩენა კი არ არის. სალსახად ცხადად ეტყობათ ამ ადამიანებს, რომ არის რაღაც მოკლევადიანი, მალფუჭებადი პროპაგანდისტული სტრატეგიული პროდუქტი. მაგრამ ამიტომ გეკითხებით. კი, ანუ რა ისთვის უნდათ? ეხლა ასეთი ჯგუფი ახლა ისთვის უნდათ, იმიტომ რომ ესენი ეხლა დღეს არიან მართლა ისეთ გამოკვეთილ ლიდერებს შელევია ქართული ოცნება, აღარ არიან მათ გუნდში. დრო და დრო ახლა ეს ხუთი კაცი დღეს არის, ხვალ აღარ იქნება, ან ზეგ იქნება, ან ზეგ აღარ არ აქვს ამას მნიშვნელობა. საერთოდ რის სათქმელად უნდათ ესე? არა, კიდევ ეს უნდათ შიშის დასანერგად. შიშის დასანერგად. ეს უნდათ პირველი შიშის დასანერგად. აქ კიდევ ერთხელ განვარდი, მაგრამ ეს ანუ იყო ესეთი ვერსია, ნახეთ, ონისე ცხადაძე. არა. ოქრიაშვილის, ასე ვთქვათ, ამბავს მოყვა ეს შექმნა. ანუ ეს ნიშნავს, რომ აი პოდკასტებში და ამ დონეზე გაკონტროლების ცდელობა. კი, ამათ უნდათ საზოგადოებრივი აზრის ტოტალური კონტროლი. აი ამათ უნდათ ხუმრობა იყოს მხოლოდ იუმორინას დონეზე, რომ ბიძინა კარგია და ის ცუდია. ამათ უნდათ რომ მხოლოდ ასე ვთქვათ რაღაცა თავისუფალი აზრი სოციალურ ქსელებში ეს იქნება YouTube, Facebook თუ სხვა. თინა უკაცრავად ბოდიშს გიხდით, თიკა როხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვაო, ვრცელდება ინფორმაცია, გადავამოწმებთ ჩვენ ამ ინფორმაციას და დაუბრუნდები მაყურებელს. მას გაუკეთებია ეს განცხადება, რომ პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რომელსაც ამ მოვალეობასთან ერთად ვერ შევასრულებო. მადლობას ვუხდი ყველასო. მოკლედ საკადრო ცვლილება წავიდა, ახლა არ ვიცით ეს მიზეზი, სხვა მიზეზი, ყოველ შემთხვევაში კულტურის მინისტრის პოსტი თავისუფლდება. გისმენთ თენგო ბოდიში? აქედან გამომდინარე ეს ჯგუფი საბოლოო ჯამში ამას ემსახურება, იმიტომ რომ მათი ვიზუალის გუშინ რაღაცას ჩაატარეს, ასე ვთქვათ, ეს პრეს-კონფერენცია თუ ბრიფინგი. სწორედ ამის გამოხატულება იყო, რომ უნდათ რომ თითქოს თავარი არსი ესაა. მეორე, შეიძლება ფიზიკური დახვედრებით დააორგანიზო. შემდეგ რა მოხდება, იცი ეს ორგანიზაცია. მაგრამ ასეთი ორგანიზაცია არ არსებობდა და ფიზიკური დახვედრები არსებობდა. გადასაჭიროა გამჭირვალობაზე მაინტერესებს არასამთავრობო. საიდან დაფუძნდნენ ის ბრიფინგი, საიდან ჩაატარეს ვინმეს და აი ეს არის გამოსაძიებელი. ადრე თუ გან ამის გამოძიება მოხდება, რა მიზნებს და ამოცანებს და როგორც კი ქართულ ოცნებასთან მოხდება დაკავშირება, სწორედაც რომ პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია ისეთი დაჯგუფების და ისეთი ორგანიზებული ჯგუფის შექმნა, რომელიც ერთის მხრივ შეიძლება იყოს შეარაღებული, მეორეს მხრივ შიდა შეარაღებული რომ იქნებიან, ვინ თქვა ახლა? ნუ მივამატებ, არ უნდა ეყოფათ რა ორგანიზაციაა. კონსტიტუციიდან ვაკეთებთ ციტირებას ახლა და თქვენ შემაწყვეტნეთ და გაასახეთ როგორც ჩემი პოზიცია. ან ვინმე თქვაო. ხო, მეორე მხრივ ეთნიკური, რელიგიური და სხვა სახის შუღლის ჩამოგდებას და საზოგადოებაში დაპირისპირების და მღელვარების ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, ეს ჩემი აზრით არ გამოვიდგა, გასაგებია რომ ხელმძღვანელობენ რუსული, ასე ვთქვათ, გაიდლაინით. საბოლოო ჯამში იცით რუსეთში რა მოხდა 2 წლის თავზე, როცა ეს საჯაროა ეს ინფორმაცია ინტერნეტში მოძიება შეიძლება, თვითონ პუტინმა დაშალა ესეთ, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციების შემდეგ ესეთი ძალადობრივი ორგანიზაციები უკვე გადავიდა ნაციონალისტური, ასე ვთქვათ, სახე შეიძინა და უკვე დაიწყო არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების პუტინის რეჟიმის ფიზიკურად გასწორება, არამედ რუსეთში მცხოვრები და მულტიკულტურული და მულტიეთნიკური სახელმწიფო და ასე ვთქვათ, ძალიან დიდი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის და ასევე დიასპორები არის რუსეთში და დაიწყეს უკვე ფიზიკურად გასწორება იმ ადამიანის, ვინც ეთნიკურად რუსი არ იყო, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების და მიხვდნენ, რომ ეს უკვე გადადიოდა ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაში და პუტინმა თვითონ დაშალა 2-3 წლის შემდეგ შექმნიდან ესეთი ჯგუფები და მათი ლიდერები ძირითადად არის გარდაცვლილი, რო იცოდეთ. ვინც ესეთი დაჯგუფებები ჩამოაყალიბა რუსეთში. ეს გადმოკოპირებულია ახლა გასაგებია, რომ ცუდი მსახიობები ყავთ შერჩეული, ხო დღეს ესეც არ მომწონს გულწრფელად გითხრათ, რომ ყველაფერზე სიცილია
მარტივია ჩვენი მხრიდან, რომ ხან რაღაცა სათვალეზე დაცინიან, ხან პერანგზე დაცინიან, ხან ყურზე დაცინიან. აი ვერ ხვდები არ იმას რა ქვია, ამ და გვარ წინააღმდეგობას როგორ უტევთ ან ვიღაცები ესე. ჩემთვის ეს არის გაუგონარი. ეს არის ძალიან ძიმე შემთხვევა. ადამიანები გვეუბნებიან, რომ ნორმალიზება ხდება ძალადობრივი ჯგუფის ჩამოყალიბების სახელმწიფო დონეზე და ვიღაცა დასცინის დიდი თავი აქვს თუ პატარა თავი. სიგიჟე მგონი აკიდა ყველა რაც. ოღონდ გულწრფელად ვამბობ ამას რა. არ შეიძლება ამ ყველაფერზე სიცილი. და რო დახვდებიან ვინმე სადარბაზოში, მე უკვე აღარ გვეცინება და შემდეგ უკვე გვიანია ამაზე რეაგირება. ამიტომ პრევენციულად უნდა მოხდეს და ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა, რომელიც იყვნენ გუშინ ჩამომწკრივებული გუგულებივით, უნდა იცოდნენ, რომ პასუხი მოეთხოვათ მათ. საქართველოს მოქალაქე კობახიძეს და მდინარაძეს ვერ მიწდება, მაგრამ ის ოჯახები, რომელიც შეიძლება მათ გააუბედურონ და ფიზიკურად გაუწოდნენ, მოწმებიან მათ მშვენივრად. კი ბატონო, თენგო, დღეს ამერიკის საელჩოს განცხადება გავრცელდა. ეს არის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე შეშფოთებულები ვართო. მოკლედ, ვრცელი განცხადება საკმაოდ და შემდეგ ქართულ პარტნიორებსაც ჩვენ არაერთხელ გავუზიარეთო და არის შემდეგი ფორმულირება, რომ სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს, იმ მოქალაქეების, რომლებმაც მათ მისცეს ხმაო. რომელ ინსტიტუტებთან თანამშრომლობთ მოქალაქეების სახელით პოლიტიკური ოპოზიცია? ანუ უნდა თანამშრომლობდეთ მესმის, მაგრამ აი ძალიან საინტერესოდ მოგიძებნიათ ის, რომ ირაკლი, თენგო, თქვენ ხარ ოპოზიციის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე რომ მიჩნდეს, ახლა სხვა განცხადება, სხვა ფრაგმენტს მოუძებნიდი, ეჭვი არ მოგეშეგებაროთ. სიამოვნებით და ამ ფოტოები პირველი ფორმატში, სიამოვნებით ყველა ფორმატში მივიღებდი მათთან ქართულ ოცნებასთან დებატებს და არა პროპაგანდისტულ არხებს და დასანქცირებულ არხებს. რაც შეეხება იმას, კი, მეც ამოვიკითხე, რომ მათ შორის ეს შეიძლება ეხებოდა ოპოზიციასაც. ჩვენ ერთადერთი ინსტრუმენტი დღეს სამოქალაქო ჯგუფებთან, ან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრის გვაქვს პირადი კომუნიკაცია. ჩვენ ინსტიტუციების სახელით ვერ ველაპარაკებით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ინსტიტუციები თქვენ მოქალაქეების სახელით უნდა ელაპარაკებოდეთ ინსტიტუციებს. მივდიოდი. დიახ. ჩვენ მოქალაქეებთან კონტაქტი უნდა შედგეს. მათ წარმოადგენდნენ, რომ ინსტიტუციებს ელაპარაკო. ამისთვის არის საჭირო, რომ ვიღაცა მას სადღაც აგირჩიოს და შენ გქონდეს ამის ლეგიტიმური არა და აგირჩიეს. დავასრულებ თუ შეიძლება. კი ბატონო. ლეგიტიმური უფლება, მოსილება, რომ ეს გააკეთო. ვინაიდან დღეს ქართული ოპოზიცია, ეროვნულ-დემოკრატიული ძალები, იმიტომ რომ არჩევნები გაყალდა არც ერთ ინსტიტუციაში არ არიან წარმოდგენილი, ერთადერთი ბერკეტი გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან და ხალხის აზრის უკვე პროტესტად ქცევის. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო მთელი მაისის თვე, როცა ოპოზიცია აკეთებდა ამას და 10,000-ობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. კიდევ ბევრჯერ მანამ სანამ არ მივახცეთ. იმის შემდეგ რა ტიპის აქტიურობა ნახეთ ჩვენ ოპოზიციისგან? ობიექტური გარემოებებიც მესმის, იმიტომ რომ მაისის შემდეგ ოპოზიცია დიდწილად ოპოზიციონერი ლიდერები სასამართლოს სხდომებზე დადიოდნენ კვირაში ორჯერ, მაგრამ თქვენ 26-ში შეპირდით ადამიანებს, რომ იწყებდით დიდ მოძრაობას, ეს იყო რომ საქართველოს იმსახურებს უკეთეს და იმ დღის შემდეგ ეს ფრაზა მე არსად გამიგონია, იქნებ სადმე თქვით და უბრალოდ ოკეი, მე როგორც ვიცი მოქალაქეებს, მოქალაქეებთან შეხვედრის დროს სხვა პარტიების და ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, უბრალოდ კოალიციის წარმომადგენლებიც ამას ხშირად ვიმეორებთ და ვსაუბრობთ, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ უკეთეს და მათ ექნებათ ეს უკეთესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიშნულოვანია ოპოზიციასაც შეიძლება. შეიძლება, მაგრამ უნდა მოვიდეს ვიღაცა და იყოს უკეთესი და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უკვე მოსული და ამ ხელისუფლებაზე უკეთესი ვართ, რომელსაც შეგვიძლია მოქალაქეებისთვის უფრო მეტი კეთილდღეობის მოტანა, რეალური მშვიდობის მოტანა, რეალური უფლებების დაცვა და ჩვენი ქვეყნის რეალური ევროინტეგრაცია. იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები მართლაც იმსახურებენ უკეთეს, ვიდრე ეს ქაოსი და ბანდფორმირებების შექმნა. კი, ამას იმსახურებენ. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ ერთი ესე ვთქვათ, ბუდიში ამ სიტყვით და რუბილნიკის ჩამოწევით რუსეთმა ელექტროენერგია არ გაგვითიშოს თელ ქვეყანას და ეს და იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობაც იქნება, რომ ეს თემა გაიშალოს. დღეს საქართველოს ენერგოსისტემის 100%-ის კონტროლი აქვს რუსეთის ხელშია ჩავარდნილი და ამაში დამსახურება არის იმ კორუფციული ხელშეკრულებების, რომელსაც ნაწილს გრიფიც აიდუმლოადებს და დახურულია და საჯარო არ არის და მეორე ნაწილი ის საჯაროდ რაც ვიცით, ხო? თუ როგორ ხდება და ასევე ის რომ ქართულ ოცნებას შეეძლო
ბოლო წლების განმავლობაში ზუსტად ცოდნოდა, რომ რუსული ენერგოკომპანიები და მათ შორის მით უმეტეს სახელმწიფო ენერგოკომპანიები დასანქცირდებოდა ადრე თუ გვიან და მოეხდინა მისი დივერსიფიცირება ან ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ზრუნვა და ესეც არ გააკეთეს, იმიტომ რომ ფულს იღებენ რუსებისგან და მოვა დრო, ეს დრო აუცილებლად დადგება და მე და თქვენ ამას განვიხილავთ, ასევე დარწმუნებულად მოვა დრო, რომ ამაზე ყველაფერს ისინი პასუხს აგებენ. აი ამიტომ იმსახურებს საქართველოს მოქალაქეები მეც და არ იმსახურებენ ამ ბანდიტებს. რაც შეეხება ის, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ. კი, ოპოზიციაში არის პრობლემები, არის გამოწვევები, მაგრამ ჩვენი მთავარი საკითხი არის და თემაც დაიძრა. სხვათა შორის ძალიან ამაყი ვარ, რომ ამაში მონაწილეობა მაქვს მიღებული, მაგალითად იმაზე მსჯელობა არა მხოლოდ ალიანსის პოლიტიკურ პარტიებში, არამედ ახალ დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიებში, თუ რა უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები და სასტარტო დოკუმენტად აღებულია 6 პუნქტი, ანუ ასე ვთქვათ, სამჯერ სასტარტო დოკუმენტად აღებული. სამჯერ ჩვენთვის ალიანსისთვის სასტარტო დოკუმენტია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს 6 პუნქტი უნდა შესრულდეს, ჩვენ ეს ქართულ ოცნებასთვის კი არ წარგვიდგენია მხოლოდ და ეს ქართულ საზოგადოებას წარუდგინეთ და უთხარით, რომ ეს 6 პუნქტი შესრულდება. ვიქტორ ყიფიანს ეხმაურებით, როგორც ჩანს, ელენე ხოშტარია საპატიმროდან გამოიხმაურა, ამ ხრივ ალიანსში არის ერთსულოვნება? ამ 6 პუნქტთან დაკავშირებით ალიანსი. არა, 6 პუნქტთან არა, 6 პუნქტი თქვენ დაწერეთ. იმასთან დაკავშირებით, რომ ყიფიანი ამბობს, რომ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გავერთიანდეთ და ეს შედგენილი, რასაც შეადგენთ, შემდეგ ხელისუფლებას უნდა ელაპარაკოთ. მე თქვენთან ყიფიანს ხელისუფლება შევა ელენე ხოშტარიამ გაიგო, რომ ბიზნესს კი არ ველაპარაკოთ, ერთმანეთში ვილაპარაკოთო, მაგრამ მე არ ვიცი. რამე მესმის, გავიგე, რომ ჩვენ შევთანხმდეთ და ასე ველაპარაკოთ ხელისუფლებას. არ ვიცნობ ბატონ ვიქტორს, არ შევხვედრივარ ცოცხლად, აქედან გამომდინარე პირადად არ ვიცნობ და ეხლა მისი აზრებზე ესე თქვა განმარტებები გამიჭირდება, მაგრამ მე გეტყვით ჩემს პოზიციას. ჩემი პოზიცია არის შემდეგი, რომ ეს 6 პუნქტიანი დოკუმენტი როცა დავდეთ ჩვენ და ერთ-ერთი მოთხოვნაა, ხო, აქეთ პოლიტპატიმრების განთავისუფლება და რეპრესიების შეწყვეტა და მეორე არის სამართლიანი არჩევნები. რომ თქვით და ჩვენ თქვით, მე თქვენთან მაქვს ეთერში, რომ ეს ამ 6 პუნქტზე, როდესაც პოლიტპატიმრები გამოვა, რეპრესიების შეწყვეტა და სამართლიანი არჩევნებზე დადგება საკითხი, ჩვენ ქართულ ოცნებას არ ვაღიარებთ როგორც ამ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლად, მაგრამ როგორც მხარეს, რომელსაც აქვს კონტროლის მექანიზმები, აი ხა CSKO-ს წევრებს იქიდან, რა ვიცი, ხა ერთ ეს ძალა რაც ჩამოაყალიბეს, იქიდან ვერ გამოიტანს, თუ ვინმე ზევიდან არ უთხრა, ხვდებით ხო, ალბათ რასაც გულისხმობ. იქ რა ვიცი, ზოგიერთი იქ რო დაიბადა, იმის მერე CSKO-ს წევრი და თანამშრომელია და ვერ გამოიტან იქიდან, ვერ სამი ზვიად გამსახურდიას დროინდან მოყოლებული არიან CSKO-ში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ იმას, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარდეს საარჩევნო ადმინისტრაცია პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტდეს, კი, მათ შორის იმ მაგიდაზე ქართული ოცნებაც იჯდება და მოგვიწევს ამაზე მსჯელობა. ჩვენ რო ვამბობთ, რომ ის რაც 2024 წლის შემდეგ კანონები მიიღეს, არჩევნებთან დაკავშირებით დაკვირვება აკრძალეს, საჩივრის დაწერა აკრძალეს, დამკვირვებელი აკრძალეს, ეს უნდა გაუქმდეს და ეხლა ეს გაუქმდეს ფურცელს ხო არ ამოვხებთ საარჩევნო კოდექსიდან. ეს ცხადია, ხო? ამას სჭირდება საერთო ფართო კონსენსუსი, არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ ამ ვაჟბატონებს უნდა დაველაპარაკოთ და უთხრათ, რომ ეხლა დრო ამაზე წავიდნენ უკან დახევაზე, რათა მათ საბოლოოდ შეინარჩუნეს სახელმწიფო. ანუ არ გამორიცხავთ სიტყვა შეიძლება ლაპარაკს, ოღონდ ხელისუფლებას მე ვეძახი, მაგრამ თქვენ ქართულ ჩვენ არ გამორიცხავთ ქართულ ოცნებასთან ლაპარაკს, რომ არჩევნები ჩატარდეს ბიძინა ივანიშვილის კონტროლის გარეშე, ეს ერთი, განთავისუფლდეს პოლიტპატიმრები და შეწყდეს რეპრესიები. ივანიშვილის კონტროლის გარეშე დამცავი მექანიზმები კანონში. კი, ის 6 ივანიშვილი გავა ეს იხუჭებიო იტყვის და არჩევნები უნდა დაიხუჭოს შემდეგ თუ უნდა დაიხუჭოს ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს თუ უნდაც მოვიდეს და იყოს სადაც უნდა იქ, მაგრამ უნდა იყოს მისი კონტროლის გარეშე. ანუ მას არ უნდა შეეძლოს არჩევნების შედეგებით манипуляция, მას არ უნდა შეეძლოს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შეუშალოს და აუკრძალოს, მაგალითად ემიგრანტებს და მათ არ უნდა შეეძლოს ის, რომ სასამართლოში, როცა საარჩევნო არჩევნების საჩივარი დაიწერება, იქ მურუსიძე და ჩინჩალაძე დახვდეს საჩივარს და რაც უნდა მე ბიძინა ივანიშვილის ის გადაწყვეტილება გამოიწვიოს. რა ძალას ასხივებთ ისეც, რომ როგორც თქვენ აღწერეთ, ახლა ისე იყოს. აი, რატომ უნდა გადაწყვიტოს ივანიშვილმა, რომ ეს საარჩევნო ინფრასტრუქტურა მოაწყოს ნაკლებ ხელსაყრელად მისი მიზნებისთვის. ჩვენ ამ ეტაპისთვის შეიძლება ვერ ვასხივებდეთ საკმარის ძალას და ვერ ვაჩვენებდეთ საკმარის ალტერნატივას, მაგრამ ესეც უნდა იყოს თუ ფართო 28-ისთვის გამოასხივებ. 28-ისთვის თუ ეს იქნება ერთ თვეში, ჩვენ შეგვეძლო 26 მაისის შემდეგ, რომ არა შიდა რაღაცა ჩემი აზრით სულად გაუგონარი და უპერსპექტივო წამოძახილები კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ჩვენ შეგვეძლო რომ ეს ძალა რაც შეიძლება მალე წარმოგვეჩინა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართულ ოცნებას
მოუწევს უკან დახევა. ხშირად თქვენთან ეთერში ოდესაც ვარ მე, ჩემი პროგნოზები მართლება, გასაგებია რომ შეიძლება პროგნოზებში ვარ ძალიან ასე თქვა. რომელი გამართლდა. ძირითადად ყველა რომ მაგალითად ლეგიტიმაციას ვერ მიიღებდნენ ევროპისგან და ამერიკის შეერთებულ შტატებისგან. ეს ერთი. მაგალითად რომ ჩვენი ოპოზიცია ვერ მიიღებენ, რას ნიშნავს? მასე ეს პროგნოზი თქვენ ლეგიტიმაციის არ გონიათ რომ ირაკლი ობახი უნდა აორთქლდა ეს თუ როგორ არის ხო თუ კაბინეტიდან გამოდის ყარავში კადაფივით ყარავში უნდა ცხოვრობდეს თუ არა მაჭარაშვილი ეხ ანუ უყურეთ არალეგიტიმურ კი არ კი ეუნებიან რომ საქართველოს პირებს ან საგორსაკმე და ასეთ კომუნიკაციაში კადაფიც და სხვაებიც იყვნენ და ირანის წარმომადგენლებსაც ხვდებიან სხვათა შორის და რა ვიცი გვერდით იდგა კანონი რუბიოსთან ერთად საერთოდ იმაში არიან კაბინეტში არიან და საუბრობენ ხოლმე, იმიტომ რომ სუბიექტურად არიან თუ ობიექტურად ხარი. ამიტომ თქვენ თუ გონიათ ეხლა როგორც ერთმა სოციალურ ქსელში დაწერა ამ ტიტულატურის წარმოსახვით ომს რო გადაყვა დღეს ქვეყანაში პოლიტიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ეს ლეგიტიმაცია აქვთ თუ არა თქვენი გაგებით, რაში უშლით ხელს რომ ის არ გააკეთონ, რასაც აკეთებენ ან ისეთი საარჩევნო გარემო არ შექმნან. აი ძალიან მარტივი შეკითხვა მაქვს თქვენთან. თქვენი აზრით ლეგიტიმური ხელისუფლებები ქმნიან ბანდფორმირებებს თუ არალეგიტიმური ხელისუფლებები? რა მნიშვნელობა როგორი ამის შექმნა გუში რაც ვნახეთ ამის შექმნა არის ყოველგვარ საღაზრს მოკლებული კანონთან დისონანსში რომ არის ანუ რა მნიშვნელობა ახლა სიტყვა გაკოლიათ უნდა თქვა ნუ გეშინიათ არა ნუ გეშინიათ იმის თქმა რომ ეს პროცესი რომელიც ქართულ ოცნებას აქვს ერთადერთი პრობლემა ქართულ ოცნებას აქვს ერთადერთი პრობლემა ეს არის ლეგიტიმაციას და პროცესის ნორმალიზება როგორ არის ჩემი აზრით მთელი სოფლიო საზოგადოება ამაზეა შეთანხმებული მთელი ევროპა ამაზეა შეთანხმებული მთელი ცივილიზაცია სამყაროში ამაზეა შეთანხმებული რაც შეეხება რატო ელაპარაკებიან სურათს რატო იღებენ ადამიანთან იმიტომ ელაპარაკებენ და სურათს იმიტომ იღებენ რომ ფაქტობრივი კონტროლი აქვს და ამ ქვეყანაში როგორც შუა აზიის სახელმწიფოებს სხვათა შორის ასევე ევროპულ სახელმწიფოებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ყველას აქვს მათი ასე ვთქვათ ინტერესიც ეს არის სავაჭრო გზები რომელიც უნდა იყოს გაშლილი შუა აზიიდან და აზიიდან ევროპამდე და ამას ჭირდება მთელი რიგი საკითხების გადაჭრა და ზუსტად იციან რომ ქართულ ოცნებასთან ერთად ეს ვერ გადაიჭრება იმიტომ რომ ქართულ ოცნება არ არის ლეგიტიმური ის არ წარმოადგენს ლეგიტიმაციის განმარტება განიცდის თუ არა ოცნება ამის ეს თქვენ პოლიტიკურ ამ ბრძოლაში ამ გზებში სად გეხმარებათ ეს ამ პროცესში რამე ისეთ წარმატებას მიაღწიეთ რაც უფრო ლეგიტიმაციის კრიზისში ამით თქვენ რაღაც უფრო წინ წახვედით სადმე? თქვენ გონიათ რომ ანუ უყურეთ არალეგიტიმური ხელისუფლების დროს ხელისუფლება არის უფრო ბრუტალური, არადემოკრატიული და ძალადობრივი. ეს არის განმარტების დონეზე ამ ყველაფერს ასრულებს. მიგეცათ ლეგიტიმაცია მაშინ თუ თქვენზე იყო და დარბილდებოდნენ ცოტა და საკუთარ მხრებზე თანამებრძოლების მხრებზე აღარ იწვნევდით ამ სისასტიკეს. ხო, ეხლა იმას უყურეთ იმ სისასტიკეს ჩვენ უნდა გვაბრალოთ რასაც ქართული ოცნება. თქვენ აღწერთ რომ იმის გამო რომ თქვენ ისინი არ აღიარეთ, ამის გამო ისინი გასასტიკდნენ და ამ სისასტიკეს თქვენივე თანამებრძოლები თქვენივე ხარდამჭერები შვიდან დაიწყეთ მოყოლა. ჩვენ შვიდან დაიწყეთ მოყოლა და ეს არ არის სიმართლე. ჩვენ რომ წაგვეგოს სამართლიან არჩევნებში ვაღიარებდით ამ წაგებას. ჩვენ არჩევნები მოგყვარეს და მარტო ჩვენ კი არ მოგყვარეს ქართულ ხალხს. თქვენ ასე ფიქრობთ, მათ შორის თქვენი კოალიციის წევრები, რომლებიც აღარ არიან თქვენთან, ფიქრობენ, რომ საერთოდ არ მოგვიგიაო ასეთიც მომისმენია მათგან, ანუ ოპოზიციის შიგნითაც ამ შესულიყვნენ პარლამენტში თუ არ მოუგიათ და ნუ თქვენ პატივისცეს იმას, რომ დამოუკიდებელი კამპანია არ ქონდა თქვენი ეგიდით იყვნენ, ანუ ამ 4 ნომრის და ამიტომ ამ საერთო გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი. დააძალა თუ რა არის? ხო, არის, უნდა სხვადასხვა უნდა ჩაეკითხოთ რა, უნდა ჩაეკითხოთ, რომ თუ გონიათ რომ ხო, ჩაეკითხეთ თქვენთან ხშირად არიან სტუმრად. და ჩაეკითხეთ, რომ აი რა მოხდა. როგორც თქვენ ხართ ხოლმე. არა, მე არ მაგის კრიტიკის ნაწილში კი არ მითხოვს. ხშირად არიან და კითხეთ მეთქი, თორე რატო არიან მეთქი არ მითხოვს. პირიქით ბევრი სხვადასხვა აზრის და პოზიციის გახმოვანება მნიშვნელოვანია და ამას მხოლოდ მივესალმებ. ამიტომ ეგ არ მითხოვს. აქედან გამომდინარე, ლეგიტიმაციის მსჯელობა თქვენ დაიწყეთ 7-დან და ლეგიტიმაციის მსჯელობა ჩვენ დავიწყეთ არჩევნების გაყალბებიდან. თორე ჩვენი ამოცანა კი არ არის რომ იმას ლეგიტიმაცია კონდეს ან არ კონდეს. ამას აკეთებს ქართველი ხალხი და ქართველმა ხალხმა თქვა რომ ის შედეგები რაც დაიდო 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას და მივიდა იქამდე ქართული ოცნება სანამდეც მივიდა შეარაღებული და რაღაცა ბანდფორმირებები და მუქარი შემცველი მესიჯები. საბოლოო ჯამში ეს აუცილებლად კრახს გამოიწვევს მათ. ადრე თუ გვიან და მე ვარ ღრმად დარწმუნებული უფრო ადრე ვიდრე გვიან. მადლობა.